პირდაპირ ეთერში ვაგრძელებთ მუშაობას ტალღაზე FM 103 და 9. შეგიძლიათ გარდმოერთოთ ასევე რადიო პალიტრის Facebook გვერდზე და თვალყური სადევნოთ რადიო პალიტრის დილის გადაცემის დილის სტუმართან შეხვედრის ლაივსაც. მე მინდა ძალიან საინტერესო თემა წარმოგიდგინოთ დღეისათვის. ჩვენი სასაუბრო გახლავთ 19 ოქტომბერი. 19 ოქტომბერს თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, პირველად უმასპინძლებს პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს. რა თქმა უნდა, დავინტერესდით ამ ფესტივალის შესახებ ინფორმაციით, თუ რატომ ტარდება ის ახლა, პირველად ეს რა სტატუსია. ასევე დავინტერესდით იმითაც, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ფესტივალის ახლა საქართველოში გამართვას, თანაც პირველად თუნდაც საქართველოში კულტურული ტურიზმის განვითარების მიმართულებით. ფესტივალის ორგანიზატორი, პროფესიონალი მოცეკვავე, პედაგოგი და მსოფლიო ცეკვის საბჭოს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ლიზი მორი გვსტუმრობს. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისათვის და ჩვენი დღევანდელი საუბარი იქნება აბსოლუტურად ამ ფესტივალის ირგვლივ, თუმცა დამატებითი საკითხები უკვე გადაცემის მომდევნო ნაწილისთვის მოვიტოვოთ, ასე ვთქვათ, და სხვა დეტალებზეც გავამახვილოთ ყურადღება, მაგრამ სამზადისი პერიოდი 19 ოქტომბრისათვის დარწმუნებული ვარ, ახლაც 3 წუთებშიც კი მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, მთელ რიგ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება. როდის გადაწყდა, ასე ვთქვათ, ნებართვაც როდის მიიღეთ ამ ფესტივალის ჩატარებისა და დარწმუნებული ვარ, იდეის ავტორია ამ ყველაფრისა, თავად და ინიციატორიც თავად იქნებით. მოგვიყევით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს ფესტივალი ძალიან ბევრი წლების განმავლობაში იგეგმებოდა და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, რომ აი ეს ჩემი ოცნება ასრულებულიყო და აი 19 ოქტომბერს ტარდება მართლაც უნიკალური ფესტივალი, განსხვავებული ყველა ფესტივალებისგან, იმიტომ რომ ეს არის მსოფლიო ღია პროემის ფესტივალი საქართველოში. საქართველოში ჩვენ ძალიან სურვილი გვაქვს დიდი, რომ დავაფუძნოთ ეს ფესტივალი და ამან მიიღოს ტრადიციული სახე და ყოველ წელს ჩატარდეს და განვითარდეს საქართველოში ეს პროემის პროგრამა. რას ნიშნავს პროემის პროგრამა? აგვიხსენის თუ შეიძლება? მადლობა კითხვისთვის. პროემი არის პროფესიონალი და მოყვარული. აჰა. პროფესიონალი და მოყვარული. სხვადასხვა თქვენ ძალიან მოგიხდება ცეკვა და თქვენ შეგიძლიათ იცეკოთ პროემი. აჰა, შემიძლია ესე იგი. კი, პროფესიონალი მოცეკვავე ასწავლის დამწყებ მოცეკვავეს. და სხვადასხვა ძალიან პოპულარული პრაქტიკაა ბოლო პერიოდში ნებისმიერი სახის ცეკვებში, აი ეს მოყვარულთა ჯგუფები, ხო? ინტერესია დიდი. იმიტომ რომ ადამიანს, რომელსაც გააჩნია ეს ჟურნალისტი, ექიმი, პროფესორი, აკადემიკოსი, არ აქვს მნიშვნელობა. მათ ჭირდებათ განტვირთვა. ამიტომ შედიან სტუდიაში, საცეკვაო სტუდიაში და იყვნენ პროფესიონალ მოცეკვავეს, რომელიც მას ასწავლის, იმიტომ რომ ის პროფესიონალია, მეტი გამოცდილება, ტექნიკა, მუსიკალობა და ეს დამწყები ძალიან მალე ვითარდება და მიდის იმ დონეზე, რომ იღებს მონაწილეობას კონკურსებში. უჩნდება სურვილი. ჩვენთან ეხლა ვაფუძნებთ ამ პროემს. ჩამოდიან ჩვენთან ძალიან ცნობილი პროემის მოცეკვავე. წყვილები, როგორც მამაკაცები, ისე ქალები, რომლებიც ცეკვავენ პროფესიონალებთან. იმდენად წყვილებიც ასე კომპლექტდება, პროფესიონალი მოყვარული. კი, ეგ არის პროემი. ეს არის პროემი, ზუსტად ეგ არის და იღებენ მონაწილეობას ამ სოფლიო ღია ჩემპიონატში. აი თქვენ გაგიკვირდებათ, გეპატიჟებით, მობძანდით, აი პროფესიონალს და მოყვარულს ზოგჯერ ვერ არჩევ. იმდენად დონეზე ახავს უკვე პროფესიონალს მოყვარული. ეს ძალიან კარგი ჩვენთვის ეს ძალიან ახალია. ჩვენ გვინდა დავნერგოთ ეს, რომ ყველგან მთელ საქართველოში იყოს ეს მიმდინარეობა და მომავალ წელს ალბათ ძალიან ბევრი წყვილები მიიღებენ მონაწილეობას ჩვენ ღია ჩემპიონატში. უკვე ადგილობრივი წყვილები შეიძლება სჭარბობდნენ კიდეც მოწვეულ პროფესიონალებსა და მოყვარულებს. იმედი მაქვს ამის, რომ ეს ტრადიცია იქნება და ყოველ წელს ჩატარდება. კეთილი. ახლა ისევ ფესტივალს, განვაგრძოთ ფესტივალის თემა და მაინტერესებს ფესტივალის პრინციპი როგორ არის აგებული, საკონკურსო ნაწილისგანაც შედგება, ძირითადად საჩვენებელია და აი თვალის გასახარია თუ აი საუკეთესოების გამოვლინებასაც ემსახურება მიზნად. აი დიახ, სწორედ აღნიშნეთ, ეს არის ზუსტად აი საუკეთესოების გამოვლინება. ტურნირი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს სხვადასხვა კატეგორიებში, არა მარტო პროემი, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა კატეგორიები. აი ჩამოთვალეთ კატეგორიები თუ შეიძლება. კატეგორიები 14 წლიდან იწყება, უფრო უკვე შემდგარი მოცეკვავებს ვეპატიჟებით, ვინც ცეკვავს 4 ცეკვას, 5 ცეკვას, 6 ცეკვას, 8-ს, 10-ს.
ჩვენი საქართველოს პროფესიონალ მოცეკვავეთა ეროვნული საბჭო, რომლის წარმომადგენელიც მე გახლავართ, მთელი ასოციაცია იღებს მონაწილეობას. ყველა პედაგოგები, სტუდიები ჩამოდიან რაიონებიდან და იღებენ მონაწილეობას. ანუ რაიონებიც ჩართეთ ამ პროცესში. ნამდვილად მთელი საქართველო. ჩვენ ვეპატიჟებით ყველას, გახსნილი ფესტივალია ყველასთვის და ის სწორედ აღნიშნეთ, რომ ვიტოვებთ საღამოს მხოლოდ ფინალებს, ვინც ყველაზე ძლიერი წყვილები ფინალში მოიყრის თავს. საღამოს გვექნება გალა ვახშამი შერატონის სივრცეში ბოლორუმ დარბაზში და ყველას ვეპატიჟებით. ყავს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები, უმაღლესი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები მსოფლიოში. რომ იმათი სტუმრობა და იმათი მსაჯობა დიდი პრესტიჟია ჩვენთვის. რადგან ისინი ძალიან კარგად შეაფასებენ მოცეკვავეებს და ისინი მიიღებენ დამსახურებულ ადგილებს. გვაქვს ძალიან ბევრი სურპრიზები მოცეკვავეებისთვის, გვაქვს არაჩვეულებრივი თასები შეკვეთილი, რომელიც ჩამოგვივიდა საქართველოში, რადგან ჩვენი დაარსებული ტურნირს ქვია Georgian Dance Queen, საქართველოს სადედოფლო თასი მზადდება შეჯიბრი და აი ჩვენი თასებიც ნამდვილად სადედოფლოა და გადაეცემა გამარჯვებულებს. ხელდამშვენებულები გამოვლენ დარბაზიდან და ეს საოცარი სანახაობა, საოცარი ჩაცმულობა, ეს ყველაფერი ამ ერთი დღის ფარგლებში. ერთდღიანია ფესტივალი, ხო? დილიდან საღამომდე. წელს არის ერთდღიანი და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს უკვე ორდღიანი იქნება, შემდგომ სამდღიანი და ამას მიეცემა ტრადიციული ხასიათი და მე ნამდვილად ახლა ლაპარაკში მინდა მადლობა გადაუხადო კულტურის სამინისტროს, ქალაქის მერიას, რომლებიც გვერდში დაუდგნენ ჩვენ ფესტივალს და ჩვენ ამით მართლაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება, რომ ეს წარვადგინოთ ნამდვილად უმაღლეს დონეზე. ჩვენ გვიყურებს დღეს მთელი მსოფლიო. რა ხდება საქართველოში, როგორ ჩატარდება აი ეს ფესტივალი. აი როგორ ჩატარდება, რა შედეგი ექნება, როგორი მიმდინარეობა ექნება, როგორი გამოხმაურებები დაიწერება, ჩაიწერება, ითქმება. ამ ყველაფერს ჩვენ სად ვნახავთ, ან რეაქციებს, ან შეფასებებს, სად ვიხილავთ და რაში სჭირდება ეს ყველაფერი ფესტივალს? ნუ გასაგებია რომ სამომავლო განვითარებისთვის ის რომ მომავალი წლიდანაც და ყოველწლიურად ჩაინიშნოს, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება კულტურული მიმართულებით და ასევე გავუსვათ ხაზი კულტურული ტურიზმის განვითარების მნიშვნელობასაც. ეს ხომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ივენთია, ასე ვთქვათ. ჩანიშნულ ღონისძიებათა შორის. დიახ, მადლობა. იმით არის განსხვავებული და რატო გვჭირდება საქართველოს, იმიტომ რომ უპირველესად ეს ფესტივალი ახალია. დასავლეთში თითქმის დიდხანს არსებობს, მაგრამ ჩვენთვის ახალი მიმდინარეობა. რა მოაქვს ამას? მიუხედავად რომ ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, აი ჩვენ ავირჩიეთ ეს ნიშა. განსხვავებული ცეკვა და ტურიზმი. დღეს ჩვენ ერთი 6 მილიონი მოცეკვავე უყურებს საქართველოში, როგორ მიმდინარეობს ეს ფესტივალი. იმდენად გვინდა დაუკავშიროთ ეს კულტურული ტურიზმი, რომ ამას მიეცეს აი მომავალ წელს უფრო მეტი ვიზიტორების ჩამოსვლა, ჩამოყვანის და ჩამოსვლის საშუალება. მოცეკვავეების ჩამოსვლა, ეს არის განსხვავებული. აი მოცეკვავეებს ვეპატიჟებით მთელი მსოფლიოდან ყველა რანგის მოცეკვავეებს. ეს უკვე მაყურებლის რანგში თუ მონაწილეს რანგში? მონაწილეს და მაყურებლის რანგშიც. ვიზიტორებიც ყავს, რომლებიც მოგზაურობენ მოცეკვავეებთან ერთად მოგზაურობენ საქართველოში, ეცნობიან ჩვენს კულტურულ ტრადიციებს და აი აქვთ გალა კონცერტი, სადაც ესე იგი დაგვირგვინდება ეს გალა შოუთი, გალა ვახშმით, ეს ჩვენი საღამო. ამით არის ძალიან განსხვავებული და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ მიეცეს ამას განვითარება, რადგან განსხვავებულია ჩვეულებრივი ტურისტები, ბევრი ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნიდან, ტურისტული კომპანიები ამას ძალიან დიდ რეკლამას უკეთებს და საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი და ძალიან ლამაზი ქვეყანა ლოკაცია ტურიზმისთვის და რატომ არ უნდა მოვიზიდოთ მოცეკვავეთა სამყარო, სოფლიო სამყარო. არა მგონია რომ ეს სფერო დიდად ათვისებული გქონდეს, ვგულისხმობ აი მოცეკვავეთა სამყაროს ყურადღების მოზიდვის მიმართულებით. ამიტომ ნამდვილად გადასადგმელია ამ სფეროში ნაბიჯები და ალბათ ერთ-ერთი სწორი სტრატეგიული ნაბიჯი იყო ამ ფესტივალის ახლა და აქ გამართვა. იმედი მაქვს. როგორ იქნება დასწრება? აი მაგალითად ახლა გვისმენს, გვიყურებს ვიღაც და აინტერესებს აი ამ რაღაც ბრჭყვიალა შოუზე დასწრება. როგორ შეუძლიათ ადამიანებს? ჩვენ გვაქვს TKTG-ზე ბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს, ვისაც სურს გალა
ვახშამზე შეიძენს ბილეთებს, ჩვენ გვაქვს დრეს-კოდი, უნდა ძალიან განსხვავებულად უნდა მოვიდნენ, როგორც ბალ-მასკარადზე. ეს არის აი სხვა სამყაროში შედიხარ ამ საღამოს. შეუძლიათ შეიძინონ, გვაქვს კიდე ასევე სკამზე დასაჯდომი ბილეთებიც, მონაწილეების ვისაც უნდა რეგისტრაცია ჩვენ გახსნილი გვაქვს Flymark არის ესეთი საიტი, სადაც მიმდინარეობს მოცეკვავების რეგისტრაცია. ჯერ კიდევ შეუძლიათ მათ მონაწილეობის მისაღებად. ჩვენი რეგისტრაცია ღია და ვისაც სურვილი აქვს, ყველას შეუძლია დარეგისტრირდეს და შეიძლება სწორედ ახლა იგებდეს პირველად ამ ფესტივალის ჩატარების შესახებ პროფესიონალი მოცეკვავე და სურდეს მონაწილეობის მიღება. ჩვენ გველოდება საქართველოს ელოდება ამ ჩვენ ჭყორიალა ქვეყანას ელოდება კიდე ძალიან დიდი სურპრიზი ამ გალას ვახშამზე. რადგან ჩვენ მოწვეული ყავს სოფლიოს 4 გზის მსოფლიო ჩემპიონი Exhibition show ასე ქვია ამ მიმართულებას, ლეგენდა აი ამ შოუ პროგრამაში. და ეს არის, ისეთი სანახაობა, რომ ალბათ დიდხანს დარჩება ჩვენ მაყურებელს, როგორც მეხსიერებაში, ისე გულებში და კიდე ალბათ ვინატრებთ, რომ მომავალ წელს კიდე გვესტუმროს ვიქტორ და სილვა. აი ჩვენთან ჩამოდის სპეციალური მოწვევით, მან დადგა ცეკვების შოუ პროგრამა ახალი, რომლის აი პრემიერად გაიმართება ამ საღამოს 19 ოქტომბერს გალა ვახშამზე და ყველას ვეპატიჟებით, იმიტომ რომ მართლა განსხვავებული მიმდინარეობა ეს exhibition show. ჩვენთანაც ვითარდება, უნდა ვთქვა, რომ არის სტუდიები, სადაც ასწავლიან და ეს არის ვირტუოზული შესრულება. ესე იგი ბადალი არ აყავს ვიქტორ და სილვას, ეს არის ლეგენდა მსოფლიოში, ესე არის ცნობილი და ჩვენ ბედნიერები ვართ. ბლეკპულის გამარჯვებულებზე რას გვეტყვით? თქვენ ბლეკპულიც იცით? გადმომცეს. ხო, აი ძალიან სასიამოვნოა, რომ ასე ღრმად ხართ ჩახედული. ყველანაირად შეუძლებელია, როცა თემაზე უნდა ვიმუშაოთ. აი ძალიან ღრმად ხართ ჩახედული იმენა ბლეკპულში. ბლეკპული არის ქალაქი ინგლისში, ჩრდილოეთით, ინგლისში, მანჩესტერს რო გაცდებით, აი ჩრდილოეთით ბოლოს არის ქალაქი ბლეკპული. იქ დაარსდა ჩვეულებრივია ეს ფესტივალი ცეკვის. რა თქმა უნდა, თანამედროვე სპორტული და სტანდარტულ პროგრამაში. ინგლისელებს აქვთ ძალიან დიდი ტრადიცია ამ ცეკვების. იქედან მოდის ყველა ტრადიცია ინგლისიდან. რადგან ეს ბლეკპულში დაარსდა 20-იან წლებში. ბლეკპულს მომავალ წელს უსრულდება 100 წელი. აი როგორც ჩვენ ახლა გვინდა დავაფუძნოთ ეს პროემდენს ფესტივალი საქართველოში, ღმერთმა ქნას რომ 100 წელი იყოს ტრადიცია როგორც ბლეკპულში. რას ნიშნავს ბლეკპულის ფესტივალი? მთელი სამყაროს მოცეკვავეები ამ მიმართულებით, ხო? აი ჩვენი რო ვეძახით სამეჯლისო ცეკვის მიმდინარეობას, რომელიც ლათინამერიკულ ცეკვებში ჩვენთან ძალიან განვითარება პოვა ამ დარგმა. სტანდარტულ პროგრამაში ცოტა მოვიკოჭლებთ, მაგრამ მაინც ვართ სოფლიო სცენაზე. მოცეკვავე, რომელიც იზრდება და მიაღწევს იმას, რომ მას უნდა დაიპყროს მსოფლიო. როგორც სპორტში. მას უნდა გახდეს მსოფლიო ჩემპიონი. აი ბლეკპული არის ფესტივალი, რომელიც ამის საშუალებას გაძლევთ. თუ იქ გაიმარჯვებს მოცეკვავე, ის ისტორიაში შედის. და მე უნდა დიდი სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენმა მოცეკვავეებმა, საქართველოს მოცეკვავეებმა, საქართველოს პროფესიულ მოცეკვავეთა ეროვნულ საბჭოს ყავს მოცეკვავეები 21 წლამდე ასაკში. წელს პირველად სოფლიოს ისტორიაში 21 წლამდე ასაკის წყვილმა ეს იყო ვიდოს ფესტივალი, პირველი ადგილი მოიპოვა. რას ამბობთ? პირველი მონაწილეობა და უკვე პირველი ადგილი? დიახ. 21 წლამდე ასაკში ყავს ჩვენ ასოციაციას ბლეკპულის გამარჯვებული და ეს ძალიან დიდი მიღწევა. დღეს ეს მოცეკვავეები იმყოფებიან ამ დროს ინგლისში, ლონდონში. იღებენ მონაწილეობას International Competition, ეს არის ძალიან ცნობილი ტურნირი მსოფლიოში, ეს ლონდონის
International და ყველა მსოფლიოს მოცეკვავები ჩადიან იქ და დღეს ჩვენი მოცეკვავები ამჟამად იქ იმყოფებიან და იმედია რომ იქაც გაიმარჯვებენ და ფინალში მაინც იქნებიან და თუ გამარჯვებულები იქნებიან ეს დიდი ესე იგი და ჩვენ მათ ველოდებით ამ ფესტივალზეც ხომ Blackpool-ის გამარჯვებულებს. ეხლა ისინი რომ დაბრუნდებიან ჩვენ ფესტივალში თავის კატეგორიაში აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას. ძალიან დიდი მადლობა. სამწუხაროდ დროს გადავაჭარბეთ და ვეღარ განვაგრძობთ საუბარს, თუმცა მე ვფიქრობ ყველაფერი მეტნაკლებად ვთქვით ჩვენ ამ ფესტივალის შესახებ. ასე რომ ახლა დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ და თვალყურს აუცილებლად მივადევნებთ 19 ოქტომბერს თბილისი კიდევ ერთხელ გახსენებთ. პირველად უმასპინძლებს პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს. რეალური დრო და სივრცე ტალღაზე 103.9 რადიო პალიტრა